ბრიტანეთის ელჩი ბათუმშია ალექსანდრა ჰოლჰოლმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მემორიალური დაფა გახსნა შენობაზე, სადაც მე-19 საუკუნეებში ბრიტანეთის საკონსულო იყო განთავსებული. დიპლომატმა დღეს კიდევ რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლა. ყველა მათგანს ქეთი არჯევანიდე დაისწრო და დეტალებს ის პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. ქეთი. ლონდონური ხეივანი ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთში ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ბათუმისა და ლონდონის ისტორიული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ქალაქის ცენტრის სხვადასხვა მონაკვეთიდანაც შეუძლიათ. დღეს საზეიმოდ აჭარის ყოფილი კომისარიატის შენობაზე მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც ცხადყოფს, რომ 1840-1921 წლებში ამ შენობაში დიდი ბრიტანეთის საკონსულო იყო განთავსებული. 1840 წლიდან 1921 წლამდე ამ შენობაში განთავსებული იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა, ანუ საკონსულო. ამის შემდეგ დაახლოებით საუკუნემდე არის გასული და ადგილობრივმა მთავრობამ გადაუწყვიტეთ, რომ კერძოდ ამ შენობაზე საზეიმოდ გაგვეხსნა მემორიალური დაფა. სწორედ აი ამ ქუჩაზე გაიარა დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსმა, რომელიც მაშინ საქართველოს მთავრობის მოწვევით შემოვიდა ჩვენთან აქ საქართველოში ბათუმში, დაიკავა ქალაქი ბათუმი და შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ ბათუმი დღეს ქართული ქალაქია. ჩვენ ამ ამაგს და ამ ზრუნვას ჩვენზე მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დამოუკიდებელ ახალფეხადგმულ სახელმწიფოზე დიდ ბრიტანეთს არ დაუკარგავთ. წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი შესრულდა 68 ბრიტანელი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად და ბრიტანეთისადმი მეგობრობის ხაზგასასმელად ბათუმში ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ ლონდონის სკვერის გაიხსნა. ტრაგედია იყო აი ამ ომის დაწყება და შედეგები. ბევრი ინგლისელი ვერ დაბრუნდა ბრიტანეთის ჯარის წარმომადგენელი საკუთარ სახლებში. ჩვენ თავიდან ვაცოცხლეთ ამ ადამიანებს და ეს არის კიდევ ერთი ჟესტი საქართველოს მხრიდან, თუ როგორ გვინდა ჩვენ დავუახლოვდეთ დასავლურ სამყაროს. ძალიან მენიშნებადი დღე არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის როგორც ჩვენი ისტორია, ჩვენი ორ ქვეყნის შორის. 1918-20 წლებში ბათუმის და აჭარის განთავისუფლებისათვის დაახლოებით 68 ბრიტანელი ჯარისკაცი შეეწირა ამ მოვლენებს და ამ მათი საფლავების მონახულებაც მოხდება ამ დღეებში. მათ საპატივცემულოდ იქნება პარაკლისი გადახდილი. ლონდონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი წითელი ტელეფონის ჯიხური განთავსდა ლონდონის სკვერში საკრებულოში. იდეაზე დიდხანს არ უფიქრიათ, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი პირველი ასოციაცია ლონდონთან სწორედ წითელი ჯიხურია. სატელეფონო ჯიხურისთვის ქალაქის მერი დამატებითი ფუნქციის შეძენას ფიქრობს. ვფიქრობდი, რა დატვირთვა მივცეთ გარდა იმისა, რომ ვიზუალურად სანახავად და საკითხავად ტურისტისთვის იქნება საინტერესო, ალბათ უფრო ჯიხურში უფრო შევძლებთ, რომ როგორ გავაკეთებთ ამას, უფრო მობილური ტელეფონებისთვის, ვისაც ქალაქში ან ზღვისპირა პარკში იმის საშუალება არ ექნება, ვთქვათ, რომ დამუხტოს ტელეფონი, ალბათ მე ვფიქრობ, ერთ-ერთი შეიძლება ესეც იყოს და შევეცდებთ რაღაცნაირად თვითონ ეს გარემო ირგვლივ გავალამაზოთ. ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების აღსანიშნავად ხსოვნის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ბათუმში ხვალაც გაგრძელდება.